თქვენ მოისმინეთ ვირტუოზი გიტარისტის თემურ ყვითელაშვილის შესრულებული ბესამე მუჩო, რომელიც ახლა ჩვენ საუბარს ფონად გასდევს და ჩვენი სტუმარია ბატონი თემური. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვეწვიეთ და მართლაც პატივია გენიალური ადამიანის მასპინძლობა. და რაც შეეხება ჩვენი შეხვედრის ამბავს, რა თქმა უნდა, არაერთგზის დაანონსდა სხვადასხვა ეთერებშიც და ჩვენც ვაანონსებთ და ვამბობთ, რომ 26 ივნისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება ვირტუოზი გიტარისტის თემურ ყვითელაშვილის სოლო კონცერტი და ამაზე საუბრით მინდა დავიწყოთ ჩვენი დიალოგი. რა თქმა უნდა, მსმენელი და მაყურებელი ელოდება კონცერტს და მოლოდინი არის ძალიან დიდი. თუმცა, როდესაც ვამბობთ, რომ სოლო კონცერტია, ეს რა თქმა უნდა არავის არ უყვირს, სადაც თემურ ყვითელაშვილია, იქ დაუსრულებლად შეიძლება უსმინო მას. მაგრამ საინტერესოა, როგორია განახლებული პროგრამა, სიურპრიზები გველოდება თუ არა და ზოგადად რას გვპირდებით 26 ივნისს. Mulțumesc mult, căutăm și studiești moțoveses, mugăsamă თქვენს შესანიშნავ კოლექტივს, საერთოდ უნდა გითხრათ, რომ საერთოდ რადიო ემედი და ტელეკომპანია ემედი მე საერთოდ ყველაფერს მიმახსოვს და ყველაფერი მახსოვს საერთოდ მინით გაჩემს გვერდით როგორ. ამიტომ მადლობა რომ თქვენ უთმობთ ყურადღებას ჩემს კონცერტს, ჩემს შემოქმედებას, ამას ძალიან ვაფასებ სხვათა შორის. მადლობა. და ასეთი დამოკიდებულებისთვის, ასეთი პროფესიონალი მიდგომის, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, რა თქმა უნდა, ურმესი მადლობა რომ თქვენ ასე ვთქვათ ხარს უჭერს, ხარს მიჭერთ ასე ვთქვათ და კონცერტთან დაკავშირებით გინდათ რომ ესაუბროთ და ასე ვთქვათ გააშუქოთ ეს ფაქტი, რაც ჩემთვის ძალიან ფასეულია და ძალიან დასაფასებელი. 26-ში როგორც ბრძანეთ თქვენ 26 ივნისს არის ჩემი სოლო კონცერტი, უკვე ეს არის მე-11 სოლო კონცერტი დიდ საკონცერტო დარბაზში ჩემი სოლო. ეს იქნება დაახლოებით 2 საათიანი კონცერტი დაახლოებით და უნდა გითხრათ რომ ეს არის საიუბილეო კონცერტი და აქ ვალდებული ვარ რომ პროგრამა ისე შემერჩია და ისე შევაზავე რომ თქვენ რომ 7 პრემიერა იქნება ეს არა ცოტა პრინციპში კონცერტისთვის მაგრამ ვალდებული ვარ შევასრულო ის ნაწარმოები რომელიც ხალხს ძალიან უყვარს რა თქმა უნდა ყველაფერს ვერა იმიტომ ძალიან ბევრია ესეთი ძალიან ვამაყობები და ძალიან მახარებს ფაქტი რომ ძალიან ბევრი ნაწარმოები აიტაცა მსმენელმა და ამიტომ ისეთები დავტოვე, რომელიც თემატურადაც პასუხობს, ასე ვთქვათ, ჩვენს ცხოვრებას, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ არ არის მარტო კონცერტად, იცით, მე ყველა კონცერტი თვლი რომ ისეთი უნდა იყოს, ნებისმიერ ხომ ჩემ თავზე ვიტყვი, მაშინ სხვას არ მივაყენო შევროწყობა, რომ კონცერტის შემდეგ ადამიანი რო გავა კონცერტიდან, ის უნდა დაფიქრდეს, ის უნდა გახდეს უკეთესი და საერთოდ უნდა მისცე ადამიანს საშუალება, რომ რაღაც უფრო ცხოვრებისგან სხვანაირად მოიხედოს ასე ვთქვათ თუ არასწორად არის. მე ვფიქრობ რომ არტისტის დანიშნულება, იმიტომ რომ არტისტი მარტო არ არის მომღერალი გიტარისტი, იმიტომ რომ არტისტი პიროვნებაა პრინციპში. მე ვფიქრობ რომ კონცერტზე მეც რომ მივიდივარ მაგათაც კონცერტზე არტისტის მის პიროვნებისება ჩემთვის პიროვნებაზე მივიდივარ უფრო და ნიჭიერება როგორ გითხრათ, ნიჭიერი ძალიან ბევრს ვიცნობ ნიჭიერს, აქაც იქაც ყველგან, მაგრამ მარტო ნიჭიერება უკაცრავად ბევრი ნიჭიერ ნაძირალას ვიცნობ, რომელიც მაგათაც საერთოდ რო აღარ მაინტერესებს მისი არაფერი, მიჯობია რომ საერთოდ რო არ იყოს მისი არც შემოქმედება არაფერი, იმიტომ რომ მას თუ არა აქვს ის თვისებები, რომელიც მე მესმის ყოველ შემთხვევაში ის მინიმალური სტანდარტების დასაკმაყოფილება, რასაც მე ვგულისხმობ, თუნდაც იგივე, რასაც ქვია პუნქტუალობა, წესიერება, თავდავლობა, ერთგულება, მადლიერება. უამრავ ისეთი რაღაცა, რომელსაც ჩემისას არ სჭირდება დაწერა და არ სჭირდება, რომელსაც ის ადამიანი უნდა მივიდეს იქამდე, რომ ეს საერთოდ უნდა სდებდეს ყოველთვის, რომ ახსოვდეს რომ ეს პუნქტები ყოველთვის გათვალისწინებული და ყოველ სამსიმაღლეზე იყოს. ბატონ თემურ, აი თქვენ ახსენეთ თავდავლობა და მადლიერება და მართლაც ალბათ არ იქნება ეხა ეს უცხო არავისთვის, რომ ყველა გენიალური ადამიანი, ყველა, არ ვიცი, ვირტუოზი ადამიანი და თქვენ ხართ ერთ-ერთი მათგანი, აი ზუსტად თავისი შემოქმედებით ამბობს თავის სათქმელს და გულამდე მოდის. ეს არის მთავარი და თქვენ გააქვთ, ანუ თქვენი გიტარით ურთიერთობა თქვენს მსმენელთან და მაყურებელთან და თქვენ სათქმელს, რა თქმა უნდა, თქვენი მუსიკით ამბობთ. ყოველ შემთხვევაში ასე გონია და მე მგონი ეს ასეა და ნახეთ, მაშინ როდესაც საბჭოთა კავშირში საზღვრები დაკეტილი იყო, ანუ თქვენ საბჭოთა კავშირში დავიბადეთ. დიახ, თქვენი მუსიკით გაარღვიეთ ყველა სივრცე. აუცილებლად ჩვენ მსმენელს და მაყურებელს უნდა შევახსენოთ, რომ
პირველი ქართველი გიტარისტი ბატონი თემურია, რომელმაც დაიწყო ქართული კლასიკური და თანამედროვე მუსიკის დამუშავება. ესა და არა მარტო ხო ჯაზი, როკი, ანუ პოპ მუსიკა. 50 წლის წინ სხვა. 50 წლის წინ და ეს ყველაფერი თქვენ ერთად შეძელით და თან თქვენ ბრძანდებით თვითნასწავლი გიტარისტი, ამას ხშირად აღნიშნავენ. იცით რა, ვფიქრობ რომ თქვენ რასაც ქმნით და თქვენ რასაც თქვენ მსმენელს და მაყურებელს თავაზობთ, ეს ყველაფერი არის ღმერთმა დაგაფერთხათ. ეს ნიჭი და აქ უკვე თვითნასწავლი თუ არა თვითნასწავლი, რა თქმა უნდა, ანუ როდესაც ახლა ხარ, თქვენ პროფესიონალი ხართ, რა მნიშვნელობა აქვს თვითნასწავლი თუ არა, ხო? პროფესიონალი კი არა, ვირტუოზი გიტარისტი. კონსერვატორიის დიპლომი ბევრს აქვს. კი ბატონო, აი სწორედ. აბსოლუტურად არაფერს არ ლაპარაკობ. დიახ, ეს არის, აი სწორედ ამას ვამბობ, ეს არის ღმერთისგან დაფერთხილი ნიჭი და ტალანტი და იცით რა 50 წლის წინ დაიწყო ეს ყველაფერი, აღუნიშნეთ მაშინ, როდესაც ყველა საზღვარი ჩაკეტილი იყო. ადამიანი ფიქრობს ეს რამდენი წელს არის, მაგის დროს ხო აღარ დაგვერავს ესე. იცით რა ნიჭს და ტალანტს და მუსიკას ასაკი მე მგონი არა აქვს, ხო? ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა. არ ვაქცევ ყურადღებას ნამდვილად. რამის თქვენი შემოქმედება ეპოქებს გაუძლებს, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ და მაინც მინდა გავიხსენოთ აი ეს პერიოდი 50 წლის წინ გამოჩნდა ახალგაზრდა ვირტუოზი გიტარისტი, რომელმაც აბსოლუტურად ყველა საზღვარი დაანგრია და გავიდა რაღაც სხვა სივრცეში თავის მსმენელთან და მაყურებელთან ერთად. ულმესი მადლობა ბატონო, შესანიშნავად ჩამოაყალიბეთ ყველაფერი. ეს გულიდან მოდის. ვიცი და ამიტომ მადლობა რომ ასე დამოკიდო, ასე მომზადებული და ასე მაღალ დონეზე. მადლობა. ხათ, ულმესი მადლობა. რა შეეხება ისეთ რა არის? მე ცოტა სხვა ცხოვრებით მოვდივარ, სხვა არტისტებიდან განსხვავებით, იმიტომ რომ მე არ ამყოლია ასე ვთქვათ, არავინ არასოდეს რა. იმიტომ რომ უმამოთ ესე იგი საერთოდ უფულოთ და აი როგორ ვთქვა, ისიც და თან ჩემი ხასიათისგან გამომდინარე მე არასოდეს ეს კომპრომისი და ეს მაბატია და პირფერობა რომელიც რაც ყველგან მაგის გარეშე ეს არ მქონია არასოდეს და არც იქნება არასოდეს. ეს წარმოგიდგენიათ ეს როგორ მოხდა მაშინ ეს ყველაფერი. ალბათ მარტო ის რომ ღმერთი დამეხმარა კი ბატონო რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იყო ძალიან რთული ცხოვრება, აი რომელსაც ახლაც გავდივარ, იმიტომ რომ არ არის მასე ადვილი ყველაფერი, რომ ეს ყველაფერი მოვიდეს, მაგრამ ყველაფერი ლოგიკურად, ჩემის აზრით, ლოგიკურად ეს არ არის დარჩენილი დარბაზი იქნება, ბრენდი იქნება, ლეგენდები იქნება, თუ აი არ ვიცი რომელი ერთი თუ რეგალიები არის, აბსოლუტურად ყველაფერი მომივიდა ისიც აი როგორ ვთქვა, აი ვერავის ვერ წამოწდება სიტყვა რომ აი რატომ თემურს ვერან ვერ იტყვის მაგას, იმიტომ რომ ეს მართლა მე ამისთვის მართლა ვიშრომე, ამისთვის მართლა გავაკეთე, მართლა ძალიან მოგზაურე რაღაც არანაირი რაოდენობით საერთოდ სოფლის გარშემო და ყველაფერი იცით აი დიდი შრომის ფასად, უკომპრომისების ფასად და ამიტომ აი ეხლა მე არ შემიძლია რომ არ გადავიდე აი სწორედ იმ პუნქტზე თქვენის ნებართვით რომ აი მადლიერება ვახსენეთ ისიც ახლა აი კონცერტ შევეხები, იმიტომ რომ აი თუნდაც ეს თქვა რომ როგორ შეიძლება რომ გვერდში დგომის garaში ახლა კონცერტი ჩატარდეს თუ შენ არ დაგიდგა გვერდში, მაგათაც მე იგივე მე კიდევ ერთხელ ვიძახი, არანაირი ახლობა არავისთან არ მაკავშირებს, მე არ ვარ ეგ ადამიანი, მაგრამ რახან საქართველოს კულტურის სამინისტრომ და თბილისის მერია. საქართველოს კულტურის სამინისტროს უთხრა მადლობა ქალაქ თბილისის მერიას, კომპანია Sparks, ბატონ ზურაბ გოგსაძეს. შესანიშნავ პიროვნებას ჩემს ხო აი ვინც ჩაუყარა ახლა ამ კონცერტს ყოველ შემთხვევაში რომ ეს ყველაფერი გაკეთებული იყოს, ყველაფერი ბატონ პატრიცია დელონს, რომელიც ძალიან ბევრი გააკეთა, უღრმესი მადლობა მას. შესანიშნავ ჟურნალისტ ბატონ ცოტნე გეგეჭკოს, ბატონ თამარ დემეტრაშის, ბატონ ტარელ გაგნძეს, ბატონ გიორგი სადუნიშის, ბატონ თამაზ არეშიძეს, ბატონ ვალერი კუფარაშის, ბატონ ედვინ ზიბერგს, ბატონ პედაგოგია გოჯოლაძეს, ბატონ მერაბ სამოძე და სანო სტუდიას, იმიტომ იქ რეპეტიციო უღრმეს შესანიშნავ კი უღრმესი მადლობა, ბატონ მანე იმედაძეს, ბატონ ზაზა მარიდაშვილი, ბატონ მერაბ ამოშვილი და ბატონ თემურ კუჩოვაშვილი უმცროს იმიტომ რომ ჩემი ვაჟი რომელიც არის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორია, რომელიც ჩემი ვარსკვლავის გასვლა იყო სახელობის, ის დირიჟორობდა ოპერის სიმფონიურ ორკესტრს შესანიშნავად გაუძღვა და ახლა მეხმარება ყველაფერში, არის ახლა არ მონაწილეობს, იმიტომ რომ ახლა ბენდის თანხლებით ბენძეც ცალკე ვისაუბრებ. აუცილებლად. ხო და ამიტომ აი ყველა ადამიანს ვინც ჩემს გვერდით ოდესმე დამდგარა და ახლა მიდგას გვერდში, ყველას უღრმესი მადლობა, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ძალიან დიდი ფუფუნება და ძალიან დიდი იშვიათობაა დღეს მე ვთქვათ გვერდში დგომა. აი ესეთი გულწრფელი გვერდში დგომა, სადაც ადამიანი შეგან არც არ გას, უბრალოდ გიდგას გვერდში და აი ამას არ ვიცი, სიტყვებს არ ყოფს, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც ნაბიჯი გადადგა. და ჩვენს გვერდებით ამადლობა. ჩვენს გვერდებით და თქვენს უღრმესი მადლობა. ამაში თქვენს რა თქმა უნდა მე რადიო და ტელე მე თავიდანვე ვახსენე. მე თავიდანვე ვახსენე ტელე რადიო
ტელეკომპანიას და რადიო სადგურიც. იმედიც, იმიტომ რომ ამას მე ვგზნობ და ეს არ არის პირველი, იმიტომ რომ წინა კონცერტების შემთხვევაშიც მე კიდევ ერთხელ ვიძახე. მე ვერ წაუყურებ და ვერ ვიტყვი რომ მე არა. გვერდში დამიდგა და ამიტომ ყოველთვის ვახსენებ. ამიტომ მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. კი ბატონო და ბენდი ახსენეთ და ბენდი რა თქმა უნდა, ესე იგი ახლა წინა კონცერტის გახდა სიმფონიური ორკესტრის და ბენდის თანხლებით არ ვიქნები, ახლა ვიქნები ბენდის თანხლებით. ბატონი თემურ მაისაშვილი ფორტეპიანო და კლავიშების ინსტრუმენტის შესანიშნავი მუსიკოსი და არანჟირების ავტორი, ძალიან სერიოზული სპეციალისტია. ბატონი ნიკოლოზ ჩარკვიანი კლავიშების ინსტრუმენტი, ბატონი მერაბ სამოძე პერკუსია, ბატონი ლევან დეისაძე ბასი და ბატონი ზაზა სეცვაძე დასარტყამი ინსტრუმენტები. ძალიან სერიოზული ძალებია თავმოყრილი. დღეს რეპეტიცია მგონია 10 საათიდან. საოცარი ადამიანები ჩამოთვალეთ. ალბათ ორჯერ დავუკარი კონცერტს, ისე დღეში ხო და ამიტომ ყველაფერი კარგად არის და ამიტომ ვებზადებით. ამიტომ აი უგროსი მადლობა ყველას, ამიტომ შესანიშნავი ძალებია თავმოყრილი. ბატონ თემურ, აი თქვენ რამცი არაერთი პრიზია თუ მონაწილე და ფესტივალის ანუ ჩამონათვალი არის იმდენად ბევრი რომ მე რო ეხა ამის გაშლება დავიწყო არა ეთერი ერთი აღვეყოფა კი ბატონო არა ყველაფერი საჭიროა ყოველთვის უბრალოდ მე არ ვიცი აი რომელი გამოვყო თუნდაც 1975 წლით რომ დავიწყოთ მე მგონი ჩვენ ერთად წონდა რა ურიგო ხო ანუ თქვენ დაიწყეთ ქართული კლასიკური და თანამედროვე მუსიკის დამუშავება და ტრანსკრიფციების შექმნა ელექტროგიტარისთვის ანუ ეს ისეთი ხმამაღალი რა მიიღოს ანუ აი ეს როგორ კეთდებოდა აი საინტერესო ტექნიკურად არ ვიცი მე როგორ უნდა ავსწრებო ხო და მე ამიტომ ამაზე საერთოდ ლექციებზე და მასტერ კლასებზე ამაზე მიმყავს ეს ხო აი ყოველ პუნქტზე ვსაუბრობ ძალიან ბევრს და რა ხდება ესეთ მაშინ ესე იგი რახან საბჭოთა კავშირი დავიწყეთ არაერთხელ დაწერილ და მithქვამს ამაზე რომ არ იყო არც ლიტერატურა, არც სახელმწიფო, ესე იგი, არც ვიდეო, არც აუდიო, არანაირი ინფორმაცია არ ქონდა, დახურული იყო, ანუ ფირფიტები როგორ შევა. ანუ გამოდიოდა ეს რომ რაღაც ველოსიპედის გამოგონება გიწევდა შენ რომ ეცალ. ახლა გიტარის სპეციფიკა რა არის? ისეთ აი ორი სიტყვით რო თქვა. რითი განსხვავდება ყველა ინსტრუმენტს, ჩემი პატივისცემა რა თქმა უნდა. მაგრამ ყველა ინსტრუმენტს თავის საიდუმლო და თავის სიღრმეები აქვს, ასე იგი. მაგრამ გიტარას აქვს ერთი ძალიან რთული დამახასიათებელი თვისება რა? ესე იგი, თუ მაგათად რომელიღაც ინსტრუმენტს კონკრეტული ნოტი უწერია კონკრეტულ ოქტავაში მაგათად, ხო? გიტარაზე ეს კონკრეტული ნოტი შეიძლება თქვენ აიღოთ 5 ადგილას მაგათად. იგივე ოქტავის. ესე იგი, აქედან გამომდინარე, როგორ სირთულეს აწყდებით თქვენ, როგორ გაიჟღერებს ნოტი, იგივე ოქტავის ნოტი მაგათად სხვა სიმზე. ეს აბსოლუტურად წარმოიდგინეთ, რომ სხვა ნოტია თავისი ჟღერადობით. ესე იგი, აქ განსაზღვრავს თქვენი ყური, თქვენი ინტუიცია, თქვენი გემოვნება. ესე იგი, თქვენ და ინტელექტი, ესე იგი თქვენი ყური განაპირობებს თუ როგორ გამოგივათ ესაც თუ შესვეხა მაგათად უკრავ მაგათად პაგანინის 24 კაპრეს აი რომელიც შესრულებული მაქვს ეს აწერია არსად რომ აიღი ამ სიმზე ეს ჩემი ყურმა უნდა განსაზღვროს ჩემმა ინტუიციამ რომ რომელი პოზიციაზე ჟღერს სწორად იგივე შუბერტის ave maria ექნება თუ არ ვიცი ბახის მეორე პროექტი არ ვიცი რომელი ერთი თქვა უამრავი რა იგივე მაგათად ფალიაშვილის დაისის უვერტურა მაგათად რომელიც ძალიან მიყვარს იგივე ქართული საცეკო უამრავი რა ხო და აქედან გამომდინარე ეს ამოხსენი მე 60-ანა რაც იყო რთული და წარმოიდგინეთ რომ ეხლა 15 წელს ვიცი ვიყავი მაშინ და ეს რო გავაკეთე და იმის მერე მოდის და ახლა იმის მერე 10 სოლო ალბომი ახლა რომელიც 10 სოლო ალბომი ნუ ეს რამდენი ესეა რომელიც არ შესულა ალბომში ორი მაგდენი კიდე მაგრამ უბრალოდ ის მინდა თქვა რომ აი ეს არის სირთულე ეს და ყველაფერს თავით თქვენ კარგი რაღაც თქვით რომ აი რეგალი მაგრამ ყველაფერს გავწევდი გვერდზე ერთი მიზეზი რატომ იცით? აბა რატომ? იმიტომ რომ რეგალიები ძალიან ბევრი მოგვისმენია ჩვენ არტისტების მაგრამ მოგვისმენია ან მოგწონს ან არ მოგწონს არტისტი დამთავრდა აი ამას აქვს მოკლე ახსნა რა მოგწონს არტისტის ეს რეგალიები არის მეასე ხარისხოვანი კი რა თქმა უნდა შეიძლება ყველაზე ტრაგიკული ის არის რომ ვიღაცას თუ იტყურო კი მაგრამ ეს რეგალია რაში მისცეს ამას ეს არის ტრაგედია თორე ეს რომ გავწიოთ იქ ძალიან გვერდზე ყველაზე წინა პლანზე მაინც არის ის რომ არტისტი ან მოგწონს ან არ მოგწონს ეს არის ყველაზე სწორი მაგათად არიან არტისტები არ ვიცი რა არ მაინტერესებს რა რეგალი აქვს უბრალოდ შესანიშნავია წინვალია დავთარდა ესე იგი მისი მუსიკა ხო სმენელის და მაყურებლის ესე იგი მისი და მისი მუსიკა არის გამომსახველი დავთარდა ამით ყველაფერი ნათქვამია გამიგეცახება და რა თქმა უნდა იმას თუ ჯილდოებიც აქვს მე ვიტყვი რომ მას ეკუთვნის ეს დამსახურება და ღმერთაში აროს გულახდილად გეტყვით მე როდესაც თქვენ გისმენთ მე თქვენ მუსიკას ვუსმენ და ის მოდის გულამდე ის მატირებს და მე თქვენ რეგალიებზე ამ დროს არ ვფიქრობ მაგრამ ისეთ არის კიდე ჯილდოები რომელსაც მე სხვანაირად ვუყურებ აი მაგათად მე ვარ თბილისის საპატიო მოქალაქე ვარ ღირსებისუნების კავალერი ეხლა მაგათად შეიძლება მუსიკასთან ეს მაგრამ ღირსებისუნების კავალერი შეიძლება გიტარაზე კარგად უკრავდეს მაგრამ ეს ღირსებისუნების კავალერი ღირსი არ იყო ადამიანი ან თბილისის საპატიო მოქალაქეა და აი ეს არის ჩემთვის სადავო საკითხი იმიტომ რომ
ესე იგი თბილისის საპატიო მოქალაქე უნდა იყოს თბილისის საპატიო მოქალაქე. ხედულობაში მაგ გიტარა აქვს, აქ უნდა იყოს მოქალაქე. და ყოველთვის ვიზახი რომ სანამ ადამიანი მივა თავის პროფესიამდე მე აი ამიტომ რატო ვაფასებ ხალხს რომ მე ჯერ პიროვნება მეთქი. იმიტომ რომ ის თუ ჯერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს რომელიც როგორც მოქალაქე ასრულებს ხუთიანზე შემდეგ უკვე მისი ხელოვნებას თუ გამშვიდ პროფესიისა. აბსოლუტურად. ის უკვე იმას უკვე სხვანაირად ვაფასებ, იმას პატივს ვცემ. მაგრამ ის თუ უბრალოდ ნიჭიერი კაცია, მაგრამ მით უმეტეს თუ ეს რეგალია ვიღაცამ მიცა ჩაწყობით, მე იმ წუთში მივხვდები რომ ეს ჩაწყობითაა, იმიტომ რომ როგორ შეიძლება მაგათაც ვიღაც ღირსება აყრილი ადამიანი, რომელიც შეიძლება ნიჭიერია, მაგრამ ღირსება აყრილია. ამდენს გნება ძალიან ბევრია. მაგის ჩემი განსახილველი არ არის, უბრალოდ მე ვიცახი ძალიან ბევრს. არა, გასაგებია. ეხლა ის იმაზე გაგიშდება შეკითხვა, რატო აქვს ამას მაგათ? ალბათ ვასკოვე მაგათაც ეხლა ვასკოვე მე რომ გამიხსნეს 10 სოლო კონცერტი მაქვს ჩატარებული მაგდარბაში. რა თქმა უნდა მეკუთვნის და მაქვს კიდე ძალიან ვამაყობ მაგით და კვირაში 4 ხილ დავდივარ და ვეფერები ამას ხოს. ეს ჩემი ამბავი, მაგრამ ხო შეიძლება ვიღაცასაც კონცერტი ჩემი განსახილველი არ არის, მაგრამ უამრავ ადამიანზე ხო იცით სანამ გამიხსნიდან მე ეთერში დამირეკა ხახმა სხვა ტელეკომპანიაში და მე კითხავდი ბატონო რატო არა გაქვს ვარსკვლავი მე ვუწყარი ეხლა მაგას მე ვერ დავიწყებ მე არა ვარ ეს კაცი რომელიც დადის და ჩალიჩობს რაღაცას მაგრამ ყოველთვის ჯობია მკითხო რატო არა გაქვს ვიდრე კითხო რატო გაქვს აქედან გამომდინარე ეს გაცილებით უკეთესია ვიდრე პირიქით იყოს მაგრამ როცა ეს გეკუთვნის კიდეც ჩემ თავზე არ ვაპარაკო ქონდა ზოგადად ეს ძალიან კარგი მაგრამ მაინც ვიზახი იმას და დაუბრუნდები რომ ჩემთვის პიროვნებისთვის აი ხა უმრავ ლეგენდას ვიცნობ და დაკრული მაქვს მათთან ახლა ხო ამე სტუმრად და როცა მე დავინახე რომ ეს პიროვნებები არიან პიროვნებები აი ჩემ თვალში ისინი ამაღლდნენ ასმაგად რა და აი ძალიან საინტერესოა უმრავ ლეგენდასთან ერთად თქვენ თავად ლეგენდა აი თქვენ გადაშევით და იქ არის მაგათა უნდა ვანახოთ კი ბატონო რატომაც არა ნახოს ჩვენ მამაყურებელმაც და აი ლეგენდებს რაც შეეხება ეხლა მაგალითად იგივე აი რომელს გაიხსენებთ ყველა ნუ იგივე ჯორჯ ბენსონი ავიღოთ მაგალითად იგივე ალან ჰოლცორდი ავიღოთ იგივე ლეს პოლი ავიღოთ ან ტომი ემანუელი ავიღოთ ან სკოტ ენდერსონი არ ვიცი ნებისმიერი ახლა კიდე უამრავი წესო რასტრაპოვიჩი ახლა მან აღარ დაეტია ახლა ყველაფერი ხარ დაეტია უამრავი ლეგენდა იგივე ჯიმ მარშალი მაგალითად და აი საინტერესო რა არის როდესაც ორი ლეგენდა აი მაინტერესებს ორი ლეგენდა რო ხდება ერთმანეთს და ერთად უნდა დაუკრათ ანუ ეს პროცესი ანუ იქ მომზადების პროცესია იმპროვიზაცია რა ემოცია ანუ ერთმანეთს გრძნობთ აი როგორ ხდება ეს როგორც მაყურებელს მაინტერესებს და აი ყველაზე მეტად დავუშვათ რომელიმეს თუ გამოყოფთით ვერ გამოყოფ ცოტა არც იქნება სწორი იმიტომ რომ ყველა თავის ჟანრში მაგარი პროფესიონალიზმის მხრივ კი არ ვარ ანუ თქვენთან ყველაზე ახლო რომელი მოვიდა დავუშვათ თუნდაც თავისი ადამიანობით ალან ჰოლცორდი ჯორჯ ბენსონი ძალიან სკოტ ენდერსონი ძალიან შესანიშნავი პიროვნება ანუ უნდა თქვა რომ აი ეს ადამიანები რა ვიცი ძალიან როგორც პიროვნებებიც ახლა ალან ჰოლცორდი და ლეს პოლი უკვე გარდაიცვალნენ და ნათელში აყოლოთ მათი სული უდესი გიტარისტები მაგრამ ის მინდა თქვა რომ თუნდაც მომზადების მხრივ აი რატომ მიყვარს ეს ხალხი იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ ასე დონეზე ავიდა ხალხი ხო აი ხა მაგათაც მკითხოს გუშინ მეკითხულობდნენ ეს ინტერვიუში რომ ისევ ნერვიულობ როგორც პირველ კონცერტზე მეთქე ისინიც ეგრე იყვნენ ანუ არ აქონდა მნიშვნელობა სად გამოდიან ესე იგი ყველგან იყო დამოკიდებულება რა ის რომ პატივისცემა საკუთარ თავის ჯერ და შემდგარ რა თქმა უნდა მსმენელის კარგი რამ თქვით თქვენ ასია რაც უფრო მაღალი რანგის არის ადამიანი ანუ არ აქვს მნიშვნელობა დავუშვათ რომელი პროფესიის წარმომადგენელი რა თქმა უნდა ჩვენ პროფესიის განაჩენა რა თქმა უნდა მეტი პასუხისმგებლობა და ეს ღელვარი აქედან გამომდინარე აბსოლუტურად გეთანხმებით რომ ეს არის ბუნებრივი რეაქცია და ეს კიდე ადასტურებს იმას რომ შედეგიც არ აყოვნებს რამდენჯერაც ერთად გამოვედით მაგათად მე როცა ვიყავით თუმცა ну ხალხის რეაქციაც იყო შესაბამისი იმიტომ რომ იყო მომზადება იყო ის აი ეს გულწრფელი დამოკიდებულება და ხო და ამას ძალიან მნიშვნელობა აქვს კი ბატონ თემურ და რაც შეეხება ზოგადად გიტარას და ну ეს არის ინსტრუმენტი რომელსაც რა ვიცი ყველა ეტანება ხო ახალგაზრდებს ძალიან მოსწონთ ყოველ შემთხვევაში რა ვიცი ასე მგონია და თქვენ უკეთ მოგეხსენებათ ეს ასე არის თუმცა არის თანამედროვე ეპოქა თანამედროვე გამოწვევები თანამედროვე მოთხოვნა ხო თქვენ დაიწყეთ ისეთი რამ 50 წლის წინ რაც კი ალბათ სასწაული იყო ხო ფაქტიურად გავიდა 50 წელი ანუ შეიცვალა თუ არა რამე ანუ მუსიკის მხრივ ან გიტარასთან ურთიერთობის მხრივ თქვენში ან რას ეტყოდით დავუშვათ დამწყებ გიტარისტებს რომლებიც ნიჭიერები არიან და რაც თავარია კარგი ადამიანები და თანამედროვე მსმენელის მოთხოვნა როგორია ამასაც რო ვისაუბროთ ესე იგი განუჩელა ქვეყნისა თუ ასაკისა ხო მსმენელი მსმენელია
მე არავითარ შემთხვევაში ხა კიდევ ერთხელ ვიძახე, არავის არ უყურს, არც მოგზაურობა და არც ქვეყნები დღეს მით უმეტეს რა. ნუ ნანახი გვაქვს, მოვლილი გვაქვს, კი ბატონო, ყველას აბსოლუტურად. და რაც შეეხება მსმენელს, მსმენელი განუჩნდათ იმისა, რომ ადამიანი მეტყველებს სხვა ენაზე, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მაგას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ როცა ჭეშმარიტი ხელოვნება არის, ესეც იმდანაც ნაღდია და ყველაფერი მაინც გადამდებული მუსიკის ენა. აუცილებლად მაყურებელი მაინც გძნობს თუ რადონის არტისტია თქვენ წინაშე. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება გიტარის, ესე იგი, განვითარების პროცესს საერთოდ საგიტარო ხელოვნებისა. ანუ გავიდა, ესე იგი, აღარა ვარ პატარა ბიჭი, ასაკეთ, ის მინდა თქვა, რომ მაინც რჩება და იქნება ყოველთვის წინა პლანზე მუსიკა. რატო ვლაპარაკობ? ესე იგი, დღეს რომ ნახოთ ჩვენ გიტარისტები, რა თქმა უნდა, არავის ყველას ვიხსენებ პატივისცემით ჩემს კოლეგებს, მაგრამ უამრავი ახალგაზრდა თაობა წამოვიდა საზღვარგარეთაც და ყველგან, სადაც უკრავენ ჩქარა, ასე ისე ყველანაირად აბსოლუტურად, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი არის სანახაობრივი შოუ, რასაც ვეძახით, და არის კიდე მუსიკა, რომელსაც ჩართა უბრალოდ და ერთი შეიძლება რაღაც ორი ნოტი დაიკრას მაგათაც ესე ვაპარაკო პირობითად და აბსოლუტურად ყველაფერი ითქვას ამით და თქვენ მიიღოთ აი სრული ინფორმაცია. და შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ნოტი, ძალიან ჩქარა, ძალიან დიდი ხტუნაობა თუ ძალიან დიდი სანახაობრივი რაღაც იმაზე აგებული ასე რეკვიზიტებით ესე იგი გამოსახულება, მაგრამ არაფერი არ დატოვოს. ანუ რა მინდა თქვა რომ მაგათად იგივე თუ ავიღებ ჩვენ 70-იანების ან 50-იანების თუ 60-იანების მაგათად jazz ან fusions ან მაგათად rocks და კლასიკურ მუსიკაზე საერთოდ არაფერს არ ვიძახი, იმიტომ რომ ეს როდის დაიწერა ეს ყველაფერი. მაინც აქტუალურია ეს ყველაფერი ძველი. ანუ რაც ჩვენ უფრო ტექნოლოგიურად ყველაფერი განვითარდა და წავიდა წინ, ყველაფერი უფრო ყველაფერი გაუფასო და რატომ? გეტყვით. ეხლა თუ დადგა ისეთი მომენტი, ხა აი კიდევ ერთხელ ვიძახი, მე ეხლა არავის არ ვეხება ერთად ამიფაროს. თუ დადგა ისეთი მომენტი ტექნოლოგიურად ჩვენ კომპიუტერის საშუალებით შეგვიძლია სრულიად არამომღერალი ადამიანის, სრულიად არამომღერალს ერთი ხმა ამოვაღებინოთ ერთი ნოტი და იმ ნოტზე სიმღერა დაუწეროს. თუნდაც ხელოვნურმა ინტელექტმა ან უბრალოდ იმღერა ადამიანმა საერთოდ არც ერთი ნოტი ვერ გაარტყა რომ ითქვა ბოდიში გამოთქმის და დაუწერა კომპიუტერმა თქვენ როგორ ხელოვნებაზე მელაპარაკებთ ჩვენ როგორ გავიგოთ ესე იგი რა არის ნაღდი რა არის ნაღდი ესე იგი ყველაფერი არის ავიდა ესე იგი ყველაფერის გაკეთება შეიძლება და ყველას შეუძლია გახდეს პოპულარული აი ფულის იმითი რა ქვია თუ დაიხარჯება ძალიან დიდი ფული ანუ ის სინაღდე რაც ხარისხმა უფრო აიწია მით უფრო ხელოვნების მიდგომით ყველაფერმა დაიწია ქვევით ანუ ჩვენ ვლაპარაკობთ რამდენად ჭეშმარიტია ეს ყველაფერი და რამდენად ნაღდია და მაშინ თუ თქვენ დაუკვირდებით მაგალითად წინა საუკუნის ასე ვთქვათ მასალებს ერთი მიკროფონით დაჩაწერილი დიდი ორკესტრი და ზღერს ფანტასტიკურად დღეს შეიძლება სამი თვე წერდა სეტ კომპოზიციას აისა თუ ის არტისტი მაგრამ ეთქობოდეს რომ რაღაც დაუთოებულია რაღაც არის რაღაც ხელოვნური რომელიც არა ნაღდი ბატონ თემურ და ასია ეს რაც არის დაუშვათ ეს შოუს რაც ქვია რასაც ქვია შოუ ის ვინც აკეთებს შოუს ღმერთს ახალი მომენტი მაგრამ იმ წამს იმ მომენტში და შეიძლება ეს ყველაფერი გაქრეს და რაც არის ნაღდი ის მიყვება და ეპოქებს გაყვება და კიდევ ერთი გემოვნებაზე არ დავაბენ უბრალოდ ის მინდა თქვა რომ ვისაც ეს შოუ მოწონს ვისაც ეს შოუ მოწონს ძალიან კარგი მოწონს და ყავს თავის მსმენელი ამიტომ გემოვნებაზე არ დავაბენ და ყველას თავისი მსმენელი ყავს და ყველას უსულოდ წარმატებას ბატონ თემურ და ისე მინდა რომ კონცერტს დავუყუროთ რა თქმა უნდა იმიტომ რომ არის კატეგორია მსმენელის მაყურებელი რომელიც ახლა შემოგვიერთდა და მათ კიდევ უნდა უთხრათ რომ 26 ივნისს თქვენ გელოდებათ არაჩვეულებრივ 20 საათზე 20 საათზე ხო დავა კონკრეტულად კი ბატონო თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და თქვენ ბენძზე ისაუბრეთ ანუ თემურ ყვითელაშვილი თავად რო უკრავს გასაგებია აქ რაზეა საუბარი ხო მაგრამ ბენდი არის შესანიშნავი კი ბატონო და აი პროგრამაც განახლებულია 7 ახალი ნაწარმოები შესაძლოა რომელიც ჩემ კონცერტზე არ დაკრულდა იქ შესაძლოა პირველად და იქნება პლუს კიდე ვოკალური მე მღერი კიდე ეს საკეთება კი ბატონო და თან მღერით აი ამაზეც მინდა აქცენტი გავაკეთო იმიტომ რომ როდესაც ბატონ თემურზე ვსაუბრობ და გვესმის ეს სახელი და გვარი ყოველთვის გიტარა გვახსენდება და არაჩვეულებრივი ვირტუოზი გიტარისტი და სიმღერას რაც შეეხება ამაზეც რამდენი მუსიკალური ნომერი თქვენს ანუ სასიმღერო ნომერი სამი სასიმღერო იქნება სამი რა თქმა უნდა ინსტრუმენტალ ვოკალური ეს შემიძლია თქვა იმიტომ რომ იქ გიტარას დიდი ადგილი უკავია სიმღერაში ხო მაგრამ უყურეთ ერთი რაღაც მინდა მე 10 ალბომი მერვე ალბომი არის ჩემი ინსტრუმენტალ ვოკალური საერთოდ ჩავწერე ერთი ალბომი ასეთი და არავითარ შემთხვევაში მე ჩემი პრინციპიდან გამომდინარე არ დაუშვებდი იმას მაგათაც რომ ალბომი ყოფილიყო მღერის კიდეც აი ეს მაგას არ დაუშვებ ნამდვილად უნდა ყოფილიყო თუ შენ ვოკალს
ვოკალურს აკეთებს, უნდა იყოს სრულფასოვანი ვოკალური ალბომი. ამიტომ მე ხან ვლაპარაკობ ამას, პასუხს ვაგებ ამ ან სიტყვას. უკრავს დამღერის აუცილებლად, იმიტომ რომ ეს სიმღერა უნდა იყოს ისეთი, რომ ნამდვილი სიმღერა უნდა იყოს და არა ის რომ ეპატიოს, იმიტომ რომ ხო ესე უკრავს, არა. თუ ღერი უნდა იმღერო, ხა არ გამომივიდეს წინასწარ ზედმეტი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვლაპარაკობ იმას, რომ სამი ვოკალური ნაწარმოები იქნება კონცერტში. რაც შვენიერად იქნება. ეს იქნება, ეს სიურპრიზი იქნება. ეს სიურპრიზი პრინციპში არის. სამწუხაროდ ერთ-ერთი საეთერო დრო უკვე იწურება და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ 26 ივნისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში თქვენ გელოდებათ არაჩვეულებრივი საღამო თემურ ყვითელაშვილის და როგორც მან თქვა, უკრავს და მღერის თემურ ყვითელაშვილი ვირტუოზი გიტარისტი. თავიდან უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ასეთი მოზადებისთვის როგორც თქვენ მოხვედით, აი ესეთი კარგი საინტერესო შეკითხვებით. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის და ჩვენს ეთერს დავასრულებთ ბატონი თემურის შესრულებით არაჩვეულებრივი ყვავილების ქვეყანა. ხო, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მადლობა თქვენ. დაიხარეთ, უმესე მადლობა თქვენ.